შოკში ვარ. მილიონი ნახვა აქვს Facebook-ზე. ჩემს ვიდეოს. იმის შესახებ ხალადეცი ქართულად როგორ არის ესეთი მოკლე ვიდეო. ვერ გამახსენდა უცებ. ხო და ჩავწერე ესე სახელდახელოდ რა და მილიონი ნახვა აქვს ხალხ. Facebook-ზე მორთეს გვერდზე და TikTok-ზე სულ რაღაც 156,000 ამ ეტაპზე. ესეც ბევრია რეალურად და რეებს აქვს ნახვა. და დაკომენტარება, პროსტა ვგიჟდები, რაღაცას დავჯდები ხოლმე. სამკვდროს ასიცოცხლო სიბრძნეს სიცრუისას დავაბრკვევ ცხოვრებაზე, ფსიქოლოგიაზე, სამყაროს მოწყობილობაზე და 1000 ნახვა აქვს და ხალადეც რა ქვია თქო და მილიონი ნახვა. და მე მეკითხებით ხოლმე ამ მოკლე ამ დებილურ ვიდეოებს რატო იწერო. საინტერესოა. რაღაცა უბრალო და პრიმიტიული მოწონთ ადამიანებს. და მე რას ვაკეთებ, იცით? ბევრი ვერ იგებს, რა თქმა უნდა, რას ვაკეთებ. და მე კიდევ ვამოღამებ თანამედროვე სოცქსელების ალგორითმს. და რაღაცა ესეთ აი ხვანცალებს, გინდაც ის მე მარიამი და ლუკა მანქანაში რო შეხედვართ და ხელებს რო ესე ვიქნევთ. უბრალოდ ესე ხვანცალებთ, ჩვენთვის ხვანცალებთ ხოლმე ხო რაღაცებს ვაკეთებ და თან ვიღებთ ხანდახან. და ერთი შეხედვით ვიღაცამ რო შეხედოს შეიძლება იფიქროს ღმერთო რა შვებიან ამათ მაგ არ გააფრინესო და მესმის მაგათიც მესმის. იმიტომ რომ ჯერჯერობით ჯერ კიდევ ძალიან ის არის უჩვეულოა, unusual ესეთი რაღაცის დანახვა, ხო? თან რო იცი რომ ადამიანი რაღაცა ფსიქოლოგია, აკადემია აქვს და ლექტორია, ხავს ასწავლის, თავდროს რაღაცას გიჟობს, ხელებს იქნებ. მაგრამ ამავდროს ვხედავ რომ ეს მუშაობს და ამ სიმარტივით რაღაცას სისულელით ფაქტობრივად დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. თავს ვაცნობ ადამიანებს და მე ინტერესდებიან უკვე ისეთი თემებით, რასაც უზიარებ. და რითაც არ დაინტერესდებოდნენ თუ არა ეგ ჩემი სულელური ვიდეო, რასაც რად არის მოწყობილი. ეხა ის გამახსენდა, დუმბაძეს რომ აქვს ხო გახსოვთ. გალაქტიონს უბნის ბიჭები რომ ეძახიან და ბიძია გალაქტიონო თქვენს ლექსებს ვერ ვიგებთ ცოტა ძნელიაო, ეხლა ზუსტად სიტყვით არ მახსოვს ბავშვობაში მე გვსაკითხული. და იქნებ უფრო მარტივი ლექსი დაწეროთ. ხო სწორად მახსოვს, ხო დუმბაძიდან არის ეს ეპიზოდი. და გალაქტიონი კი უბნო რომ კი ბატონო მე შემიძლია უფრო მარტივი ლექსების დაწერა, მაგრამ რა ჯობია მე რომ დავკაცდეთო, მე რომ გავბავშვდე, თუ თქვენ რომ დაკაცდეთო. და გაიზარდოთ და გაიგოთო და მე ორივეს ერთად ვაკეთებ. ანუ მის დონეზე დავდივარ რომ მისთვის საინტერესო და გასაგები ვიყო. და მე ან დონეზე დასვლაც არ არის რაღაცა ესეთი იული პრიმიტიული ყველას გვაინტერესებს მეორეს მხრივ. და ამის ხარჯზე მე იმის მიწოდება, რაც მე მინდა რომ მივაწოდო და რაზეც მე მინდა ჩავაფიქრო, ეს არის თვითგანვითარება და თვითრეფლექსია. ხო და მოდი შევთანხმდეთ. 1000-ნაირი ვერსია იყო ხალადეცზე. ხალადეცი ქართულად როგორ არის და ხალადეცია ქართულიო. მესმის ალბათ რუსული არ იციან ამ ადამიანებმა როგორიათ რომ ხალადეცი სიტყვა ქართულია. ხალადეც წმინდად სლავურია, ხა რუსულია თუ უკრაინული არ ვიცი მაგდენი, არა ვარ მაგ ენებში გამორკვეული. холод, холодец, студень, რუსული სიტყვა. და მრავალი თარგმანი, ესე იგი, ლაბასხმული, ლაბა, ზოგმა მუჟუჟიო, ზოგმა საცივიო. საცივზე ჩემ ჭკვაში ვითომ წავეღა და ვეთქვა კალბატონს საცივი არა ჩახოხბილი თქო. მე რომ ნახე ეგეთ პასუხზე სხვებმაც იღადავეს
ის კუჭმაჭიო და რაღაცა, მაგრამ თურმე სხვადასხვა კუთხეებში მსგავს კერძს, მსგავს, იმიტომ რომ მუჟუჟი არ არის ნახდათ ხალადეცი. მუჟუჟი სხვა რამეა. ეხლა ლაბას ხმულიო და კიდე რაღაცა სხვა ვერსიებიც იყო, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ. ყველაზე ჭკვიანური პასუხი იყო კომენტარი, რომ როგორც ხინკალი და ხაჭაპური სხვა ენებზე არ ითარგმნება და იგივენაირად ითქმისო, იმიტომ რომ ქართული კერძია, ისე ხალადეცი რუსული კერძია და არ ითარგმნება ისე როგორც ბორში ვთქვათ, ხო? შევთანხმდეთ, რომ ხალადეცი უბრალოდ ხალადეცია. ხო. საინტერესო ფენომენია, ვაკვირდები ამ მოცემულობას და ვამღამებ რაღაცებს და გიზიარებთ. მილიონი ნახვა, ხო, ხალადეც, ოღეჩერა.